გამარჯობა, დღეს ისეთ მოდურ თემებზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია ხათუნა წულაია. მას იმდენი საბავშვო კოსტიუმი აქვს შეკერილი საბავშვო ევროვიზიისათვის. თანაც ყველასათვის ცნობილი ბასტი ბუბუს გარდერობის მასაბარია. ის ახლა პირველი არხის საბავშვო პროგრამების არტ მენეჯერია და გადაწყვეტა BM შტაბსაც მოერგოს ძალიან მოდური სტილი. ესეთი ქუდები ალბათ ყველგან იყიდება, ხო? გინახავთ. და შეგიძლიათ აი თქვენი გემოვნების მიხედვით ან რა პალტო, რა ფერი პალტო გაქვთ, ან როგორ იმაზე კაბაზე იცნობთ, შეურჩევთ სხვადასხვა ყვავილები და ესე მორთოთ, ხო? დეტალს გაუკეთებთ, ხო? აი უკვე რაღაცა უფრო სხვანაირი, ასეთი არსად არ არის. ხო, სწორია. ძალიან ლამაზია და ნამდვილად ვერ წამოვიგედი ამის დახმარებით თუ ესეთი ლამაზი გამოვიდა. ეს თქვენი ფანტაზიით უნდა რაღაც ეცადოთ, გალამაზოთ თქვენი ტანსაცმელი ფერები, რაც თავარია ძალიან და მოიხმაროთ და შეარჩიოთ რა გიხდებათ, როგორ გიხდებათ და ესეთი პატარა დეტალები შეიძლება სულ სხვანაირი პროდუქტი მიიღოთ. ხათუნა, იცი რა მაინტერესებს? როდიდან დაიწყო საბავშვო მოდის ისტორია? ხო, საბავშვო მოდას აქვს ნამდვილად თავისი ისტორია. ძალიან ადრე არ არსებობდა საბავშვო მოდა და ბავშვები იცმევდნენ ზუსტად ისე როგორც დიდები. ანუ ეცად ზუსტად გრძელი კაბები კორსეტებს იცმევდნენ როგორც დიდები, იცმევდნენ აი საშინელ ესე კორსეტები იყო ჯერ ძალიან მტკიცე და უხეში, იმაში ვერასოდეს ვერ ითამაშებდი და აი ის ქვედაბოლოების კაბების ბოლოს ჰქონდათ სპეციალური დასაყენებელი ქვედაბოლოები, რომელიც მზადდებოდა ხისაგან და ვეშაპის ულვაშისაგან. ეს ისეთი მძიმე და უხეში იყო, რომ ბავშვები საერთოდ ვერ მოძრაობდნენ და საერთოდ გავდნენ დაპატარავებულ ადამიანებს და სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. აი თქვენ მერე უნდა ნახოთ აი ველასკესის მარგარეტე ინფანტი არის, ესეთი სურათი არის და იქ ნახავთ აი ეს ბავშვები როგორ გამოიყურებენ. მოკლედ კაბებს კერავდნენ არაბავშვური ქსოვილისაგან, ეს იყო მძიმე ტაფტა, იყო აბრეშუმი, ისეთი როგორც დიდები იკერავდნენ და შემდეგ წამოვიდნენ სუბუქი ბამბის ქსოვილებისაგან იკერავდნენ კაბებს, რომელიც მზადდებოდა ინდოეთში და იქიდან ჩამოქონდათ. მაგრამ აი 1930-იან წლებშია ესე ამერიკაში უკვე დაიწყო ბავშვების ტანსაცმლის დამზადება. მანამდე ბავშვების ტანსაცმელი არ მზადდებოდა, ასე იკერავდნენ რომელიმე გარკვეულ მკერავთა, ყველას ყავდა თავისი მკერავი და იყო ესეთი ორი ტენდენცია საბავშვო მოდის წარმოიქმნა. ეს იყო მეზღვაურის ფორმა, დღესაც მოდაშია და თვლიან რომ ეს არის საბავშვო ტანსაცმელი და მეორე ტენდენცია იყო ეს შოტლანდიური კაბები. მერე უფროსებმაც გადაიღეს, ეს ჯერ ბავშვებზე იყო, აი ეხლაც არის მოდაში, ხო გაქვთ ყველას გაქვთ მგონი შოტლანდიური ქვედაბოლოები, ხო? აი მერე უკვე დაიწყო ამერიკაში სპეციალურად ფაბრიკა შეიქმნა, სადაც იკერებოდა ბავშვების ტანსაცმელი და თავისთავად მაღაზიაში შემოდიოდა და იქ უკვე მიდიოდნენ და არჩევა შეიძლებოდა. ამერიკაში ზუსტად აი ამ პერიოდში აი წითელი ფერი და ლურჯი ფერი რომ არის ბიჭების და გოგოების, აი ზუსტად იქ წარმოიშვა, რომ გოგოებისთვის იყო წითელი და ვარდისფერი ფერები, ესე დაკანონდა და ბიჭებისთვის ცისფერი და ლურჯი. ესეც აი ამ პერიოდისთვის შეიქმნა. ხათუნა, იცი რა ხდება? ყველა ბავშვს აქვს სურვილი რომ ჩაიცვას ან სუბისერებიანი ან ჭკვიალებიანი მაისურები და სულ ელასტიკზე. აი მაგალითად როგორც იცმევს ჰანა მონტანა. ეს კარგია თუ ცუდი? იცით რა, ცუდი არ არის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო. ეხლა ბისერები, ეხლა მოდაშია მინდა გითხრათ და ეს ბრჭყვიალები. მაგრამ საერთოდ ბისერები და ესეთი ბრჭყვიალები არის უფრო სადღესასწაულო. ეხლა კი ყოველდღიურობაშიც არის რაღაც ელემენტები ამ ბისერების, მაგრამ საერთოდ ჯობია რომ ეს ტანსაცმელი, აი იმის მიხედვით ჩაიცვათ, სადმით ეხლა ელასტიკით მაგალითად ოპერაში, თეატრში ან სტუმრად წასვლა ცოტა უხერხულია, ხო?
შეიძლება თქვენ ამ ხანაგებთან თავყრილობის დროს ჩაიცვათ, ხო? ან სადმე თქვენ სწავლებთან ერთად, მაგრამ მე მგონი ჯობია რომ ყველგან სკოლაში ჩაიცვათ სკოლისთვის შესაფერისი, სადღესასწაულოდ სადმე რომ მიდიხართ იმასთან იმისი შესაფერისი. ხდება ისეც, როცა ბავშვს რაიმე ჩაცმა არ უნდა, ხოლო მშობელი აწარებს. ამ შემთხვევაში რა ხდება? საერთოდ მშობელს ურჩევ, რომ როცა ტანსაცმელს შეიძენს, დააპიროს ბავშვის ტანსაცმელი შეძენა, ჯობია რომ ბავშვთან ერთად შეიძინოს. და კიდევ ურჩევ იმას, რომ მისცეს თავისუფლება ბავშვს. და რომ არ კითხოთ არ შემიძლია. ევროვიზიის კოსტიუმები ისეთი განსხვავებული და იმდენად საინტერესო იყო, რომ გონია, რომ თითოეულს თავისი ისტორია აქვს. თავისი ისტორია აქვს კოსტიუმს, იმიტომ რომ თვითონ როცა მუსიკა მოდის, ყველა მუსიკას თავისი თემა აქვს, ხო? ზოგი არის ხალხური, ზოგი რაღაცა სხვა მიმდინარეობა, ზოგი კლასიკა, ზოგი ესა. ყველას ერთად ვერ ჩააცმევ, ხო? სიმღერის შინაარსიდან გამომდინარე, ბავშვების ხასიათიდან გამომდინარე და მუსიკის მიმდინარეობიდან გამომდინარე იქნება ესეთი კოსტიუმები. აი მაგალითად ახლა რაც ბოლო ევროვიზიის დროს იყო ესეთი ხო ხალხური რაღაცა ის იყო სიმღერა. იქ იყო ესეთი მოთხოვნა, ერთი რეჟისორი გეუბნება თავის მოთხოვნას, როდესაც შენ ქმნი რაღაც სანამ კოსტიუმს შექმნით, ის გეუბნება, რომ იცი რა მე ვაპირებ, აი მინდა რომ ესენი იყვნენ არა აი ქართული ხალხური მაინდა-მაინც არ იყოს, მაგრამ მინდა რომ მებრძოლი ამაზონებისნაირად იყვნენ რა ესეთი მოთამაშე მეომარი ადამიანები იყვნენ. ამიტომ მე აქ ვიხმარე რაღაც ეს ტყავის ეს თუ გახსოვთ ხო თავისი მითი სამაგრებით ვერცხლისფერი ესეთი ამაზონური ქუდი რომელიც ძალიან მოდაში იყო ეს ქუდი გამაშები იყო ძალიან მოდაში სანდლები მოდაში იყო და ეს ჭრელი ქართულ აზიური საერთოდ აზიელებს და ქართველებს მათ შორის აქვთ ეს ფერების მსგავსება ქვემოთა კაბები შატალო ხა ასოციაცია რა მოგდით შატალოს მოსწავლეები რომელიც ცოტა ესეთები არიან ხო შატალოს მოყარული ცელქი ბავშვები და იქაც ვეცადე რომ ეს მოსწავლეები გამეთანამედროვეები სკოლის მოსწავლეები და რაღაცა მე მგონი ცოტა გამომივიდა ახლა კი ის კითხვა რომლის პასუხიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. რას ფიქრობთ BM შტაბის სტილზე და რა უნდა შეიცვალოს თითოეული ჩვენგანი ჩაცმულობაში? ხო, BM შტაბის სტილზე ვფიქრობ იმას, რომ მე მგონი ცოტა ფერები უნდა შემოიტანოთ. ბევრი ფერი. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის ახლა. აი მაგალითად ეს მაისური მშვენიერი ფერი არის, ხო? ამასაც არ აქვს. მაგალითად ამას შევცვლიდი მე. შენს ელასტიკს უფრო სხვა ფერს გავიკეთებდი. და როგორც ვიცით, თქვენ გაქვთ ესეთი ყველა წამყვანს თავისი თემა აქვს, ხო? მაგალითად არის ბიბლიოთეკას მიუძღვება ხო რაღაც ესეთი თემა. ბიბლიოთეკა საერთოდ ესეთი ის არსებობს რა ჩამოყალიბებული სტანდარტი რომ ბიბლიოთეკა არის საერთოდ ყოველთვის გამოირჩევა ესეთი მოწესრიგებული შეკრული მითი პეირანგით ესეთი არაფრით გამორჩეული ტანსაცმელი და აუცილებლად სათვალით. აი მხატვარი მაგალითად პირიქით უნდა გამოირჩეოდეს ფერების სიუხვით ექსტრავაგანტულობით, იმიტომ რომ მხატვარი საერთოდ ისეთია, ხო, აფორიაქებული რაღაცა, სულ რაღაცას ეძებს და სახელოსნოც ესეთი აქვს, საღებავები რაღაცა იგულებით. საერთოდ ესეთია მხატვარი და ეს ფერები და რაღაცა და კონდეს ტანსაცმელში ჭარბად. სპორტსმენს აუცილებლად სპორტული უნდა ეცვას. ჩვენი შტაბის უფროსის იმიჯზე რას ფიქრობთ? მოგიყვანეს და გეტყვით. ლუკა! ლუკა დაიკარგა. დარჩა BM შტაბი ასე უყადრო.